ოსნების ხელისუფლება რეპრესიების ახალ ეტაპზე გადადის, ეს მოსალოდნელიც იყო პოლიტიკური რეპრესიების შემდეგ ეს აუცილებლად მიადგებოდა ბიზნესს და ეს ასე ხდება ავტორიტარული რეჟიმების დროს და უკვე პირველი ნაბიჯი გადაიდგა ისეთი მგრძნობიარე თემის მოშველებით, როგორც არის ფასების და საქართველოში ფასები იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე ამას სტატისტიკის სამსახური აჩვენებს. ამიტომ პირველი გამოძიება თუ კი სადმე უნდა იყოს და დაწყებული სტატისტიკის სამსახურის მისამართით უნდა ყოფილიყო გაკეთებული, რომელიც ამცირებს ინფლაციის მაჩვენებელს. და ის თვითფრუსტრაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე საქართველოში ლამის ორჯერ მეტია სუპერმარკეტებში და საერთოდ ბაზარზე ფასები ვიდრე გერმანიაშია, სადაც პენსიონერის პენსია 10-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში და ხელფასები კიდევ უფრო მეტად საშუალო ხელფასი. ეს იმას მაჩვენებს, რომ 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნება ძარცვავდა ქვეყანას. და ფასების ზრდის მთავარი ასე ვთქვათ, მიზეზი არის მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორი ფულადსაკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა. ის ტოტალური კორუფცია, რომელიც ქვეყანაში არის გაბატონებული. მთავარი მიზეზი არის ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა და არა თუნდაც ის ფასნამატი, რომელსაც ისინი აწესებენ, თუმცა შესაძლებელია ესეც მაღალი იყოს. ბიზნესის რეპრესია ეს არის გარდაუვალი ლოგიკა, როდესაც აშენებ ავტორიტარულ რეჟიმს. მაგრამ შედეგი ამით ფასების კლება კი არ იქნება, არამედ ტოტალური კონტროლის დამყარება. შემდეგი ნაბიჯი იქნება სამშენებლო ასე ვთქვათ კომპანიებში შესვლა. შემდეგ აფთიაქებში, მე რესტორნებს დაერევიან. აგერ სახელმწიფო საწარმოებში შევიდნენ ვითომ და 700 მილიონის ეკონომია გავაკეთეთ, ანუ 700 მილიონს იპარავდნენ ერთ წელიწადში თურმე და გუშინ ყობახიძემ თქვა, რომ 50 მილიონი მკვდარსულებზე და სადღაც გაფორმებულ ადამიანებზე თურმე ჰქონდათ გაწერილი ხელფასები და ეს ხელფასები შევამცირეთო. 50 მილიონს მოიპარავეს რკინიგზის ტარიფებს და ხარჯებს ზრდის. ანუ ძარცვაც და კორუფციაც ერთ-ერთი ნაწილი არის ქვეყანაში არსებული მაღალი ფასებისა. 100-ჯერ ვაფრთხილებდით, მოგადგებიან, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერებს, რომლებიც ქართულ ოცნებას აფინანსებენ, მათ შორის ის სუპერმარკეტების მეპატრონეები, ყველას მოგადგებიან. გადაიხადეთ ერთი თეთრი რეკლამა თავისუფალ მედიაში, დამცველი არ გეყოლებათ, არცეთ ბიზნეს. აი ამასაც ახლა თქვენ ისმენთ. ხვალ აი ამ სიტყვებისთვისაც კი შესაძლებელია სანატრელი გაგიხდეთ თუ კი ტელევიზიები დაიხურა. აგერ რუსეთში ინტერნეტსაც კეტავენ და უკვე მიდის ამის შესახებ, აი ირანივით უნდათ რომ ინტერნეტი გააუქმონ. ამიტომ უნდა გაიბრძოლოთ ბიზნეს ეხება ეს, ბანკებსაც ეხება. 1.8 მილიარდი მოგება მიიღეს ბანკებმა. მიიღეთ ნაკლები მოგება 1 კი არა 2.8 მილიარდით 11 თვეში. მიიღე 2 მილიარდი და იმ 800 მილიონის ასე ვთქვათ მოგება დაიკელი და შეამცირე პროცენტები. არა, ამას არ აკეთებთ, იმიტომ რომ არ არის კონკურენცია, ორი ბანკი აზის მთელ ქვეყანას და ხვალ როდესაც ბანკებსაც მიადგებიან, არა იმის გამო, რომ ისინი ასე ვთქვათ მონოპოლისტები არიან, არამედ იმის გამო, რომ კიდევ უფრო დაემორჩილონ და სინამდვილეში ასე ვთქვათ კეთილი სურვილებით კი არ იქნება ეს ნაკარნახები, არამედ იქნება საბოლოო ტოტალური კონტროლის დამყარების ლოგიკით. ამიტომ თუ ბიზნესმა ახლა არ მოიღო ხმა, მერე საერთოდ სივრცეც კი არ დაგჭებათ, იქ სადაც ხმის ამოღება შეგეძლებათ. სამართალდამცავებისადმი მოწოდება რომ ფასები გააკონტროლონ, ეს არის საბჭოთა კავშირის დროს ობხს-ის სისტემის რეანიმაცია. ეს არის ყველაზე მძიმე, აი ამ განცხადებაში თუ ამ რაღაც კლიპში რასაც მოვისმენთ, ყველაზე მძიმე ნაწილი, რომ თურმე ამას სამართალდამცავი დაარეგულირებს, სამართალდამცავი კი არ დაარეგულირებს, ეროვნული ბანკის და მთავრობის პოლიტიკა დაარეგულირებს, ბიუჯეტიდან ძარცვის შეჩერება დაარეგულირებს. და არა მოწოდება პოლიციისადმი რომ ფასები აკონტროლოს ერთისადისა ამის წოდნა, მაგრამ ეს კიდევ ერთ დამატებით მერკეთს ხნის რომ ამ ადამიანებზე ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინონ და ფაქტობრივად ჩაიყენონ ბიზნესი საკუთარ აი ამ პოლიტიკურ სამსახურში. უკიდურესად საშიში განცხადება რაც ახლა მოვისმინეთ. ამავე დროს არის თვითლუსტრაცია, თავად აღიარეს, რომ ღატაკ ქვეყანაში, სადაც 350 ლარი არის პენსია. ორჯერ მეტია ფასები და გერმანიაში. ღატაკ ქვეყანაში და საშუალო ხელფასი 2000 ლარამდეა, თუმცა ეს ტყუილია.
მაგრამ სადაც ხელფასები 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლებია ვიდრე ევროპაში, ფასები 2-ჯერ მეტია. 13 წელიწადი თუ ასეთი უსამართლობა იყო ქვეყანაში, მაშინ პასუხი ვინ უნდა აგოს? უნდა აგოს ივანიშვილმა პირველ რიგში. ნედან ყველაფერი რაც აკეთდება, მისი ხელით კეთდება. და ის მოჩვენებითი ანტიკორუფციული ბრძოლა თუ ფასების შემცირების წინააღმდეგ გადადგმული კამპანია ვერ ჩამორეცხავს იმ დანაშაულს, რაც 13 წლის განმავლობაში ხდებოდა და მომატებული ფასებით ვიღაცები მდიდრდებოდა.